იმით მოვიდოდი ისტორიით, რომ მამას ვეძებ თქო, მაგრამ არ ვეძებ და არც მაინტერესებს. დედას ცოტა სხვა ცხოვრება ჰქონდა არჩეული სამწუხაროდ. მოძალადე ოჯახში ვიყავი ფაქტიურად, ანუ ბავშვების იქ ცხოვრება ძალიან წარმოუდგენელია. დეიდაშვილი მყავდა და ნეტას არ მყოლოდ და ეგეც ჩვეულებრივი მოძალადე. ბავშვობაში ჩემზე იძალა სექსუალურად 8 წლის ვიყავი დაახლოებით კი ბიძამ იძალა და სვავდნენ მე ოჯახში ჭხუბი იყო ხოლმე სულ პოლიცია მოკლედ ძალიან აჟიოტაჟი იყო მამის მხრიდან ოჯახს საერთოდ არ ვცნობ ჩვენზე უარი თქვა თეცხობამაც გაწეული ვიყავი და მიჭირს პატიება რა არც ქონება მაგ არც ბინა მაგ არც მანქანა მაგ არაფერი და სულ დაუცველად მგონია თავი და ეს ყველაფერი დედა მომაყენა რა ეს დიდი დარტყმა და რო ვაპატიო, ანუ რო ვუყურებ თვალებში სულ ის კადრები მიდგას წინ როგორ ველოდებოდი, როგორ მატყუებ და როგორ მის გამო ძალიან ბევრი რამე ვნახე და აი ძალიან ცუდი რაღაცეები ვნახე და ღამე კოშმარებით ვიღვიძებ, ვიძინებს, აი შეიძლება მომენტი ისეთი მქონდეს, რომ ჩავიკეტო და სახთა ვეღარ გამოვიდე და ძალიან დიდი ღალატი განვიცადე რა დედისგან, რა როცა ძალიან მჭირდებოდა. ეხლა მე მიჭირს რომ მივიღო მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ ვეძებ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი განსაკუთრებით და გამორჩეულად მინდა რომ ნახოთ და მინდა რომ მას გვერდით დავუდგეთ. იმიტომ რომ თქვენი დახმარება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში, სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ ნებისმიერი სახის ვიდეო კონტენტი აქ ამ სტუდიაში ან თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე. ხარისხიანი პროდუქტ შექმნაში პოდკასტ პოინტის გუნდი დაგეხმარებათ. ჩვენი პოდკასტის სპონსორია ასევე ირინი თრეველი, რომელიც საბერძნეთში მყოფ ემიგრანტებს თავაზობს სახლიდან გაუსვლელად ამანათის გაგზავნას საქართველოს ნებისმიერ წერტილში, უფასო საკვირიო მომსახურების მეშვეობით. ირინი თრეველი თავაზობთ სწრაფ და უსაფრთხო გადასიტვებს, ამისთვის უნდა დაუკავშირდეთ მითითებულ ნომერზე. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში შემოვიდა შეტყობინება, რომლის პატარა ამონარიცას წაგიკითხავთ. ჩემი ბავშვობა ტკივილით, სირთულეებით და ბრძოლით იყო სავსე. ძალიან პატარა ასაკიდან მომიწია იმ რეალობასთან შეგუება, რომელიც არც ერთ ბავშვს არ უნდა კონდეს. ერთ დღეს დედამ მინდობით აღზრდა შემაბარა და ასე დაიწყო ჩემი ცხოვრება სხვადასხვა ოჯახში. ამ მესეჯის ავტორი არის ანა ბერუაშვილი, რომელიც არის დღეს ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრად მოსვლისთვის და მადლობა თქვენ. ისტორიის გაზიარებისთვის. ჯერ პირველ რიგში მაინტერესებს, რატომ მოგინდა რომ პოდკასტში მოსულიყავი და შენი ისტორია გაგეზიარებინა სხვა ბავშვებისთვის? იმიტომ რომ ბოლო დროს ძალიან ბევრი ისეთი ისტორიები მესმის, ვფიქრობ რომ ჩემი ისტორია ზოგი ბავშვისთვის ვისაც ჩემი გზაა გავლილი დაეხმარებათ და ცოტა რაღაც პატარა мотиваციას მაინც მივცემ. თან ყოველთვის მიჭირდა ჩემს წარსულზე საუბარი და რატომღაც ცოტა რთული პერიოდი მაქვს და მინდა რომ ყველანაირად გავთავისუფლდე და მგონია რომ ეს პოდკასტი მომცემს იმის საშუალებას რომ რაღაცნაირად ცოტა წარსული დავივიწყო. ესა ჩემიც. მაშინ დავიწყოთ აი მინდობით აღზრდიდან თუ მანამდე პრობლემები? კაც, მაშინ მანამდე პრობლემებით დავიწყოთ რომელიც ჩემი. ძალიან გაჭირებულ ოჯახში გავიზარდეთ, 3 დიდი მამაშვილი ვართ და ერთი ძმა გარდაცვლილი მყავს. ერთ ოთახში გვიწევდა 8 ადამიანის ცხოვრება, იმიტომ რომ ძალიან სირთულეები ქონდა იქ სამსახურია, როგორც ადრე იყო ხოლმე ყველას უჭირდა, ესე გვიჭირდა ჩვენც. თბილისში? არა, რუსთავში დავიბადე, გავიზარდე. ბები აგვზრდი და რაღაც პერიოდით დედას ცოტა სხვა ცხოვრება ჰქონდა არჩეული სამწუხაროდ, იმიტომ რომ მანაც ძალიან რთული ცხოვრება გამოიარა, რაც გავიზარდე უფრო გავიაზრე რაღაცეები, მაგრამ მაინც რაღაცებს დღემდე ვპატიობ. მოუწია ბებოს ჩვენი გაზრდა, სამწუხაროდ მამა არ დაინტერესდა ჩვენით და ამიტომ არც ვახსენებ და არც ვამბობ რომ ან მყავდა ან მყავს, იმიტომ რომ თავის გზა ეჩეგუც ყველა მამა 90%-ის იგივეა. ესეც. დედა ალკოჰოლისტი მყავს სამწუხაროდ. ალკოჰოლზე დამოკიდებული. ალკოჰოლზეა დამოკიდებული. დღემდე არა ცოტა შეცვალა ცხოვრება, მაგრამ უკვე რატომღაც ვფიქრობ, რომ არასდროს არ არის გვიან, მაგრამ ჩემთვის უკვე გვიანია, იმიტომ რომ როცა მჭირდებოდა, მაშინ არ გვედგა გვერდში სამწუხაროდ. დედას უწევდა ამ ალკოჰოლის გამო, ძალიან ბევრი რაღაც ისეთი ნაბიჯების გადადგომა, რაც ჩვენ ცხოვრება ძალიან დაგვინგრია. ბება გვზრდი და ოჯახში ბევრი და ვიყავით, მყავდა 2 ბიძა, 1 ბიძა ავადმყოფი მყავს სამწუხაროდ.
ცოტა მოძალადე ოჯახში ვიყავი ფაქტიურად ანუ ბავშვების იქ ცხოვრება ძალიან წარმოუდგენელია. დღევანდელი თვალით რო ვუყურებ, უფრო მინჭეს, მაშინ მაინც პატარა ვიყავი და რაღაცებს ვერ აღვიქვავდი. დავდიოდი ერთი სკოლა იყო, მახსოვს მანდაც დედა მიგვიყვანა, გაჭირვებულები, ვისაც დაბალი ქულები ქონდა, სოციალურ დაუცველები ვიყავით. მაგ სკოლაში დავდიოდით, სკოლის მერე მივდიოდით ხოლმე, სკოლა იყო, რომელიც გვამზადებდნენ, ექსკურსიებზე მივყავდით, ჩაცმა იყო, ჭამა იყო, ჩვენზე ზრუნავდნენ. და იქიდან დამქონა ხოლმე ჩემი პატარადისთვის საჭმელები ხოლმე შეგვეძლო რომ წამოგვიღო ხოლმე, იმიტომ რომ არანაირი პირობები მართალსახში არ მქონდა, კარი არ მქონდა ერთი პერიოდი, ფეჩი გქონდა, მაგას სუნთქავდით და ჯანმრთელობის პრობლემებიც, ფსიქოლოგიური პრობლემებიც ყველაფერიაც დღემდე გვაქვს, მაგ წარსულის ბრალი არის. და ისე მოხდა რომ ერთ დღეს მომიწია სამწუხაროდ ბიძამ იძალა და ჩემზე, იმიტომ რომ სამდიდმომშილიდან ერთ-ერთი ვიყავ, რომელიც არ მოსწონდა, იმიტომ რომ დედაჩემს გავდი ძალიან ვიზუალურად და არც რაღაცნაირად აჩემებული ვიყავდი და ისე მოხდა რომ იძალა და ჩემზე, მე პატარა ვიყავი და ვერანაირი აგირება ვერ მოვახდინ და წავედი იმ სკოლაში, სადაც გითხარით და ნახეს რომ დალურჯებული ვიყავი. და ეგრევე კი მსჯიდა ხოლმე თავისებური რაღაცნაირი მეთოდები ქონდა ხოლმე, არ ვიცი რატომ რაღაც მე ვიყავი ერთადერთი დიშვილებში, რომელთანაც ძალიან დიდი აგრესია ქონდა. ისეთი სიტუაცია იყო, რომ მივედი ამ სკოლაში, სადაც სოციალურ დაუცველები ბავშვები დავდიოდით ხოლმე და რომ ნახეს დალურჯებული, მასწავლებელმა ძალიან დიდი რეაგირება მოახდინა, სოციალური მუშაკები დამიყენეს. მას საუბრეს, ასაც დიდი ხანი ვერ საუბრობდი ხოლმე, რომ იქ სვავდნენ, მე ოჯახში ჭხუბი იყო ხოლმე, სულ პოლიცია, მოკლედ ძალიან აჟიოტაჟი იყო ჩემს სახლში და მასწავლებელმა ეს ყველაფერი გაიგო და რომ დაინახა, რეაგირება მოახდინა, სოციალურ მუშაკს დაურეკა და მაქედან დაიწყო ჩემი მინდობით აღზრდაში გადაყვანა. შენი დედმამიშვილების? ჩემი პატარა და იყო და მაგას უფლება არ ქონდა, ანუ რაღაც ასაკობრივი იყო, რომ მე მაგალითად შემეძლო მეთქვა, რომ მე მინდა გადასვლა, მაგრამ პატარა დას არანაირი უფლება არ ქონდა, იმიტომ რომ პატარა იყო და აქედან გამომდინარე თავიდან არ გაგვატანეს. და უფროსი და კიდე სულ შრომობდა, რომ ჩვენთვის მოიხედა, მაგრამ ფიზიკურად ისიც რომ შედარებით პატარა იყო, მეურვეობას ვერ აძლევდნენ და ამიტომ ძალიან დიდი ომი დასჭირდა ჩემს, რომ მათთან გადავსულიყავით მე მინდობის აღზრდიდან, მაგ თემამდეც მივალ. და ძირითადად ჩემზე იყო ყველაფერი, მე ისე მოხდა, რომ დედაჩემი დაიბარეს, დედაჩემის დათა ხვდა ჩაბარებაზე. ეს ძალიან მძიმედ აღვიქვი, იმიტომ რომ აი რაღაცაად მიჭირდა, არ მინდოდა ოჯახის დატოვება, მაგრამ მე ხარავინ არ მეკითხებოდა, იმიტომ რომ ძალიან ცუდ პირობებში ვიყავი და სოცმუშაკი მეუბნებოდა, რომ რაღაც სასწავლო პირობებში გადამიყვანდა, იქ მექნებოდა ელემენტარული ცხელი წყალითაც დავიბანდი, ტანსაცმელი, საჭმელი და ასე შემდეგ. დავთანხმდი, სხვა გზა არ მქონდა. სამი დედმამიშვილიდან მარტო, მე იმიტომ რომ ჩემი და შედარებით დიდი იყო და უარზე იყო, არ წამოყვა და პატარადას კიდე არანაირი უფლება არ ქონდა და ბებიასთან დარჩა. დედაჩემს ფიზიკურად მოვლა და აღზრდა და ისინი არ შეძლოთ თუნ ისეთ მდგომარეობაში იყო. თან რო ნახეს იქით მოძალადე, აქეთ დედა ალკოჰოლისტი და რაღაცა ძალიან მძიმედ მიიღეს ეს საკითხი. გადამიყვანეს ჯერ ერთი მინდობით აღზრდა იყო რუსთავში ეგ 9 ბავშვი ვიყავით, ერთი დიდი სახლი იყო, მად ვიცხოვრე 1 წელი. მე სოცმუშაკი ჩემ სახლს კიდევ დიდ ყურადღებას აქცევდა, იმიტომ რომ პატარადის წამოყვანა უნდა და იმ პირობებიდან და ისე მოხდა, რომ აი ყველანაირად ეცადა, რომ ჩემთან მოიყვანა და 1 წელიც არ დასჭირდა და ჩემი პატარადაც მომიყვანეს მერე და მომიწია იმ პირველ ოჯახში მინდობით აღზრდაში მე გაზრდა ჩემი პატარადის, მე თვითონ პატარა ვიყავი. კი, მაგრამ მაინც როცა შენი ოჯახის წევრია, მაინც მემანდობდნენ, იმიტომ რომ ფიზიკურად ჩემი პატარა და ჩემზე ძალიან მიჯაჭვული იყო და პირობები როგორი იყო? პირობები ხა ჩემი ოჯახიდან გამომდინარე უკეთესი, მაგრამ როგორი სიტუაცია იცით, ანუ რომელ ოჯახში არ უნდა წახვიდე, ყველას თავის ადათ-წესები აქვს და უნდა მოერგო. რო გეტყვიან მარჯვი შებრუნდა, უნდა შებრუნდე, რო გეტყვიან მარცხა, ანუ ჩემი სიტყვის თავისუფლება არ მქონდა, რაღაცა რომ აწუხებდა, ვერ ვსაუბრობდი ხოლმე, ანუ ბავშვებთანაც კომუნიკაცია მქონდა. კარგი, საბოლოო ჯამში მაინც კარგი იყო იმ პირობებს რომ მოვწყდი, სადაც ცხოვრობ
ცხოვრობდი, ეს ჩემთვის გაპრული იყო, მაგრამ ეხლანდელი დროითაც რო ვუყურებ, ისიც ძალიან მძიმე იყო. მე მაქედან უკვე ამ მინდობით აღზრდაში ყოფნის დროს სოციალური აგენტები მოდიოდნენ ინტერესდებოდნენ. კი, ყოველთვის, მაგრამ ეს ზოგადად საუბარი მიჭირდა, სულ მეგონა რომ რაღაცას თუ ვიტყოდი, ამის გამო დავისჯებოდი. არც ბავშვობიდან ესე ვიყავი ხოლმე, ანუ მიჭირდა იმის საუბარი თუ რა მткиოდა, რა მაწუხებდა, რა მინდოდა, თითქოს არ მქონდა უფლება რა ესე გავიზარდე და მე საბოლოო ჯამში ეხა სოციალურ მუშაკს ყველაფერს ძალიან ვულამაზებდი სხაპრული მას ვანახებდი, მაგრამ რეალურად არ ვიცი, მეგონა რომ ისაც მუშაკეო კარებს წესით და კანონით. მინდობით აღზრდაში შესაძ გადაყოთ ბავშვები ხომ და კონდეთ კარგად ფსიქოლოგთან ტრენინგი გავლილი უნდა იყვნენ მორალურად მზად, თუნდაც ფინანსურად, იმიტომ რომ თავს ხო უხდიან ახლა ბავშვების სახლში. ანუ იქ მართლა იდეალურად უნდა იყოს ბავშვების ცხოვრება. არ ვიცი, ალბათ ეხა მაშინდელი დროით არ ვიცი რა როგორ იყო, მაგრამ რო ვყურებ ყველაფერს იყო ეხა არასწორი მიდგომები, არასწორი საქციელები, მაგრამ იმდენად მაგაზე უარესი რაღაცები მქონდა ნანახი, რომ ეგ მელამაზებოდა. მეგონა რომ სწორად მეკცეოდნენ, მაგრამ ეხლანდელი დროით, ეხლანდელი ანა მაგ ყველაფერს ამძიმედ უყურებს. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ტრაუმები მქონდა, მაგრამ იმ წამს ვერ ვიაზრებდი, იმიტომ რომ არავინ მასწავლიდა. ფსიქოლოგთან მქონდა მე შეხება, მაგრამ ფსიქოლოგთანაც მიჭირდა, ზოგადად მე ვიყავი ძალიან ისეთი ბავშვი, რომ აი გამოხატვა იმის თუ რა მაწუხებდა, ძალიან ემოციური ვარ და ყველაფერი ესე ტირილში გადამქონდა და მარტო გადამქონდა ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში მე სოციმუშაკმა გადაწყვიტა რომ ეპოვნა უკვე როგორი მინდობით აღზრდაში ვიყავით, ანუ ოჯახი უკვე ცოლ-ქმარი, შვილი, ამას შეეძლო მარტო ჩვენ გადავიყვანეთ მე და ჩემი და აბა მანამდე როგორ იყო საერთოდ? მაგამდე 9 ბავშვი ვიყავით, ანუ აი ბავშვთა სახლიც არ იყო, მაგრამ რაღაც დაახლოებით ეგეთი იყო. ოჯახური. კი, ოჯახური რაღაც სიტუაცია. მე უკვე ოჯახურ სიტუაციაში გადავედი, მოვიდა, შემამოწმეს, მოვეწონა იმ ოჯახს და გადავედი მათთან. მათთანაც არ იყო მარტივი, ხა ძალიან რთულია, როცა ამდენ ოჯახს წყდები და შენ საყვარელი ხალხი ირგვლივ არავინ არ არის. მე ამ პატარა დაზე გინარგინა შენ გაქვს ყველანაირი მოვალება. კი, პატარა და სულ ჩემგვერდით იყო. მან 5 წელი ვიცხოვრე. მანდაც კარგი იყო, ძალიან სწორი აღზრდის მეთოდები ჰქონდათ, ასე თუ ისე, ყოველთვის ცდილობდნენ, რომ აი დღეს თუ რაღაცას წარმოვადგენ და სწორ გზაზე ვარ, ძალიან დიდი დამსახურება მაგ ოჯახის. უბრალოდ მანდაც იყო რაღაც სირთულეები, ყველა ოჯახში არ მგონია და მანდაც ძალიან დიდი სტრესი მქონდა. მანდ უკვე ძალიან გამოვამჟღავნე, რომ ძალიან ცუდად ვიყავ, იმიტომ გარდატეხის პერიოდში ვიყავი და აი სკოლაში ბულინგი და შემშობლები არ ყავს და რა ქვია ასაკოვანი ქალია, დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და აი კნებაზე რომ მოდიოდა, რა მუხუცი დედა ყავს და ყველა მარიცოდა და ძალიან წნეხის ქვეშ ვიყავი. მე ესეთი მომენტი მქონდა, რომ აღარც მინდოდა ხოლმე იმ ოჯახშიც გაჩერება, სულ გაურბოდი, აი სულ გაქცევის მომენტში ვიყავი, მაგ დროს მაგრად მიჭირდა. 98-იანი ვარ. და მიჭირდა ხოლმე, იმიტომ რომ მათაც თავის წესები ჰქონდათ. ყველაფერს უნდა მოერგო, იმიტომ რომ ის შენი ოჯახი არ არის. როდესაც გეტყვიან ის უნდა გააკეთო, იმიტომ რომ სხვა გზა არ გაქვს, სხვაგან წასასვლელი არ გაქვს. მაგრამ აი ღმერთს მადლობა, რომ დამყავს უფროსი, რომელმაც არ ვიცი, დედობა გამიწია, მამობა გამიწია, სულ იბრძოდა. როდესაც იყავით მინდობით აღზრდაში. ამ წლების განმავლობაში ბიოლოგიურ ოჯახთან კონტაქტი ჰქონდა? მქონდა, მაგრამ ცოტა სოციმუშაკი მარიდებდა ხოლმე. ერთადაც დასთან მიშვებდა, დაც მოდიოდა ჩემთან უფროსი. მთელი ცხოვრება ჩვენს მოულაში და ზრუნვაში გაიყო და დღემდე ასეა ჩემი უფროსი და რა ვიცი, დაოჯახდა კიდევ თავიდან არ ატანდნენ ჩვენ თავს, იმიტომ რომ არც ბინა ჰქონდა, თვითონაც ძალიან მძიმე ცხოვრება გამოია, რა თქმა უნდა, ჩემადამაც და არ მქონდა არანაირი ისეთი პირობები, რომ სოციმუშაკს გაეტანა ჩვენი თავი, ლოგიკურია, კანონითაც არ შეიძლებოდა. მე დაოჯახდა, სამსახურიც ჰქონდა, ძალიან კარგი მეუღლე შეხვდა უფლის წყალობით და საბოლოო ჯამში უკვე პატარაზე გაშვილების ამბავი მიდიოდა, იმიტომ რომ დედაზე მეურვეობა ჩამორთმეული იყო და ჩემდა მაქსიმალურად გააკეთა ყველანაირი დავით და ბრძოლით, რომ საბოლოო ჯამში ორივე გამოგვიყვანა მინდობით აღზრდიდან და 5 წელი ვიცხოვრეთ მათ და მე უკვე გადავედით ჩემდასთან. დედა ამ დროს დედა ამ დროს ისევ ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. უნდა რამოდენიმეჯერ უნდა ნახვა, მაგრამ არც მქონდა ერთი პერიოდი უფლება, იმიტომ რომ ჩვენთვის საშიში
იყო ასე გამოდიოდა. აგრესიული არ იყო, უბრალოდ ფსიქოლოგიური ძალადობა გამოდიოდა, როგორ სულ გვპირდებოდა, სულ გონებოდა, რომ აი წაგიყვანთ და კარგად ვიცხოვრებთ და სულ მაგ პირობებით ვიყავით რა და საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ სულ დაპირებებს და სულ კარებთან ვიტეკით, რომ წაგვიყვან და მაგა ფიზიკურად თვითონაც ვერ მოახერხა და ესე საბოლოო ჯამში ჩვენც დავზარალდით ყველანაირად რა დედის მხრით არა სულ ცდილობდა დღესაც ცდილობს მაგრამ მე უკვე კარებს ვეღარ ვხსნი ძალიან მიჭეს ანუ პატიების უნარი ცოტა ნაკლებად მაქვს იმიტომ რომ ცხოვრებამ ჩამომიყალიბა ეს სამწუხაროდ და ვერ პატიობ იმას რომ ცხოვრება წამართო ფაქტიურად მეც და ჩემდებსაც ამ პერიოდის განმავლობაში მამაზე არაფერი გსმენია არა და არც დავინტერესებული ვარ იმიტომ რომ რავი, ვინც ჩემთან არ ინტერესდება, ხა არც მიცდია რომ მეძებნა ან რაღაცა. ვიცი ხო ვინც არის? ვიცი ორჯერ იყო მოსული, აი მithom რაღაცა რომ გაიკეთები და მაგრამ მაშინაც პატარა ვიყავი და მაშინაც არ მივიღე, იმიტომ რომ რა ვიცი, ესე მომექცა რა პირადად მე და ცოტა ისეთი მომენტია, არც მიცდია რომ ვეძებო, რომ ეხლა არც მინდა არანაირი კონტაქტი რომ მქონდეს, იმიტომ რომ უკვე დასრული ვარ, მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ცხოვრება წინ წავწიო და მოსავლელად ადამიანები არ მჭირდება ნამდვილად, იმიტომ რომ ისედაც ძალიან მძიმე ცხოვრება გამოვიარე. მისი ისტორია არ მოგისმენია მის მხარეს. არა, არც დაინტერესებულა. სიმართლე გითხრათ, ანუ მგონია რომ მისთვის არაფერია ვართ რა, როგორც ხდება ხოლმე, ანუ რა ვიცი, ალბათ არ აინტერესებს თავის ცხოვრება. მამის მხრიდან ოჯახს საერთოდ არ ვცნობ. ჩვენზე უარი თქვა კი. დედის მხრიდან მყავდა ბებია, რომელიც გარდამეცვალა. მაგან გაგზარდა, მაგრამ ისიც ძალიან მძიმე ქალი იყო და აი სულ იმის მოძახილში ვიყავით, რომ აი მოგდებული ხართ და როდემდე უნდა გზარდოთ და ხან საჭმელს გვიმალავდა და მოკლედ ძალიან ბევრი რამე პერიოდი იყო, რომ პატარა დასაც მიყიდი და გაყიდვას აპირებდა. გაშვილება? კი, სხვა ზონა გაიყიდა და ფული აიღო, კი. ჩუმად. ფული არ აწყობდა. და რომ წლიანია შენი? ჩემი და არის 19 წლის. თანხა არ იყო საკმარისი? საკმარისი არ იყო, როგორც მე ვიცი, მაგრამ რამდენად მართალი არ მაგა ის 100%-ით ვიცი. რა სამისტორიას? სიმართლე გითხრათ, დედა საერთოდ არ ლაპარაკობს წარსულზე და საერთოდ არაფერზე არ მელაპარაკება. ეს ინფორმაციები მაქვს, აი ძალიან წიო დაგროვებული. საერთოდ არაფერზე ლაპარაკობს. მსგავსა, უბრალოდ იხდის ბოდიშს და უბრალოდ უნდა რომ ყველაფერი გამოსწორდეს, მაგრამ მე მეგვიანება უკვე ეს ყველაფერი. მეცოდება, მინდა რომ მთელი ცხოვრება ჯანმრთელი იყოს ცოცხალი, მაგრამ ვეღარ აღვიქვავ დედაც, ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მიყვარდა და ყველაზე მეტად გამიცრვა იმედები. და ნათესავები? ნათესავები ძალიან ამიტომ ვამბობ, რომ ანუ დედა ჩემამდეც მისი ცხოვრება, აი ბებია ჩემის ცხოვრება ძალიან არეული იყო და ეს თითქოს გადმონაში ხო ყველას გადმოგვედო ესე რა და დიდი წლე არ ყავდა სანათესავეს ბიძები. დეიდაშვილი მყავდა და მეტას არ მყავდა და ეგეც ჩვეულებრივი მოძალადე. ბავშვობაში ჩემზე იზძალა და სექსუალურად 8 წლის ვიყავი დაახლოებით კი. და დეიდაშვილი რამდენი წლის იყო? იმ პერიოდში ალბათ 25 ან 26 წლის. და დაიჭირეს? ვერ ვსაუბრობდი დიდი ხანი, მაგრამ ჩემ ბიძამ რაღაც ხვანაირად აგებინა პასუხი, მაგრამ არა, იმ პერიოდში ვერ ხვდებოდი ოქ ძალადობა იყო, რომ გავიზარდე რაღაც მომენტში კაცების ფობია მჭირდა და მივხვდი, რომ მაგის ბრალი იყო, გამახსენდა საერთოდ თითქოს რაღაც პერიოდი გამქრანი მქონდა. ხო. ეგრე იყო და არ ვიცი, ერთი დაახლოებით 19 წელი არც ვიცი, ცოცხალია, მკვდარია, არც მაინტერესებს და დიდად სანათესავე არც ყავდა და არც მქონია შეხება. თქოს ჩვენ რაღაცა მოკლე წრეში ვიყავით და ეს მოკლე წრეც ყველა თავისებურად რაღაც პრობლემით. პასუხისმგებლობა როგორ არა იყო ან მამამ ან ბებიამ როგორ არ აგო პასუხი თავისი შვილების აწყოზე, წარსულზე, მომავალზე, რაღაცა ელემენტად თუნდაც ფინანსური დახმარება, მორალური დახმარება გვერდში დგომა, როგორ მე ასე ვფიქრობ, რომ მისთვის ალბათ ეს რაღაც ცოცხლარი იყვნენ? არა. ხო და ზუსტად ეგ მგონია მისესაც. გონდათ მამის? არც მამის გვარი არ გადაუტანია დედაჩემს, არ უნდა და დედაჩემს ეგრე რომ მომხდარიყო და დედის გვარით ვიყავით ძალიან დიდი ხანი. სამივე ბავშვი. კი, სამივე ესე ვიყავით.
და მამის სანათესაო მიცოდა თქვენ შესახებ? სიმართლე გითხრათ მაგდენიცა, მე მგონია რომ იცოდა კი. იცოდა. იმიტომ რომ დედა ჩამოთხრა რომ ვესაუბრეო, მაგრამ აი არ თითქოს ეს მამაჩემის თვაც არ მიყვარს. არ აინტერესებდა რა და მეც არ ჩავძიებულ ვარ და სიმართლე გითხრათ არც ჩემდებს არ აინტერესებს და საერთოდ არ გვინდა რომ რაიმე კომუნიკაცია გქონდეს საერთოდ, თორე მაგ იმით მოვიდოდი. ისტორიით რომ მამას ვეძებ თქო, მაგრამ არ ვეძებ და არც მაინტერესებს. შეიძლება ამ გადაცემით მიცნოს კიდევაც და გავახსენე, მაგრამ არ მაინტერესებს საერთოდ ეგ ადამიანი. კარგი, მას შემდეგ რაც შენმა დამ გადაგიყვანათ, აი მე როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება? შედარებით უკეთესად, იმიტომ რომ ჩემ დასთან დაცულად უგრძნობდი თავს და აი ჩემ ადამ თავის ცხოვრება გადადო ჩვენ გამო. აი ყველაფერს აკეთებდა, თვითონ 2 წლის დაოჯახებული იყო და ხეხა კი მეცინა, მამზითებად ვყავდით ორივე. ჩემმა სიძემაც თანხმობა მისცა, რომ რას ქვია გაშვილება, რას ქვია დების მოშორება, თანახმა ვარ და ჩემი სიძეც ბოლომდე მოგყვა და რავი, აი მამობა, ძმობა გამიწია და ძალიან მიყვარს. ჩემ დასთანაც რთული იყო, იმიტომ რომ ყოველთვის გრძნობდიო ჩემს ოჯახში, მაინც არ ვიყავი. ყოველთვის ზედმეტად ვგრძნობდი თავს მაგ დროს, რომ იცი არც დედა ყავს, არც მამა გვერდში და აი რაღაცნაირად აი ვალდებული რო არის, აი ესე ვგრძნობდი, მაგრამ ჩემ დასს ეგ არასდროს უგრძნობინებია, მაგრამ მე ვიყავი შინაგად მძიმედ, რომ აი მოძრაობაც ხან მერიდებოდა, რაღაცით ხოვნაც მერიდებოდა, იმიტომ რომ ვიცოდი ჩემ დასსაც რა ფასად უჯდებოდა ყველაფერი, იმიტომ რომ მარტივი არა ყველა და მეთანხმება, რომ ახალ დაოჯახებულ წყვილს 2 და რომელსაც ფსიქოლოგიურად ძალიან რთული სტრესი აქვს, უყურო როგორ იტანჯება, მშობლებთან რო არ იზრდება, მაგრამ აი ჩემ და ბოლომდე მოგყვა და ყველაფერს ცდილობდა, ჩასაცმელი იყო, ჩემი ოცნებაც ამისროლა ცეკვაზე მინდოდა სულ სიარული და მატარა, ბოლომდე მიიყვანა ყველაფერი, რაც შეეძლო გაეკეთებინა. ხო და მეგრე რა პატარას წამოვედი იქიდან? კი, წამოვედი, იმიტომ რომ ჩემი პირადი მქონდა და გადავედი თან პატარა ასე ვთქვათ ბიზნეს ვერ ვეძახი, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი საქმე და მიჭის ბიზნესი უწოდო. უფრო აი რაღაც მეორე ოჯახი შევქმენი, სტუდია გავხსენი და უკვე ფინანსურად ვიყავი მყარად იმისთვის, რომ კი, ცეკვის სტუდია მაქვს. თანამედროვე ჰიპ-ჰოპი, რუსთავში ვასწავლი უკვე მერვე წელია და ასეც ისე ძალიან წარმატებულია უკვე და ესეც ინდივიდუალ ყველაფერი, მანდაც მარტო მომიწია ყველაფერს გაკეთება. ბევრი ბავშვები ხარ? ბევრი ბავშვები მყავდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ცოტა გამომეცა რა. მოგრეთ რუსთავში ვინ ცხოვრობთ და ვისაც გინდათ რომ ბავშვები მიიყვანოთ ჰიპ-ჰოპზე, არ ვიცი სხვა სტუდიები არის თუ არა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ თქვენი შვილისთვის და ამ ადამიანისთვის უფრო კარგს ვერაფერს იზამთ. მით უმეტეს 8 წელი ადამიანი ასწავლებელი საკმაოდ გამოცდილება აქვს, მე მისი ვიდეოები ნანახი მაქვს, ფოტოები მაქვს, ასე რომ თუ ვინმე გსურთ, იცით უკვე რა ქვია სტუდიას? Big Family Dance Studio. Big Family, დიდი ოჯახი. შეგიძლიათ ეგ სახელიც მაგიტო დავარქვი, ყოველთვის მინდოდა დიდი ოჯახი მყოლოდა და აი ამ სტუდიით ავიღე ეს ყველაფერი. ანუ ეს სტუდია არ არის ჩემი ფინანსი, მართლა გითხრათ ფინანსური მწყარო. ანუ ამით ვიკვებები ბავშვების სიყვარულით, რაც მაკლდა, მათ თითოეული ჩახუტება, მოფერება, მშობლების პატივისცემა, ეს ჩემთვის არ ვიცი ძალიან ბევრს უდრეს და ამიტომ ვერ ვიხურავ კარებს, თორე უკვე ფსიქოლოგიურად ისე ვარ მიჭეს უკვე სტუდიის მართვაც ძალიან. ძალიან დიდი ფინანსური ზარალი კრიზისი განვიცადე და მაგიტო აი სხვებს დავეხმარე და მე დავზარალდი. ზოგადად მიყვარს ვეხმარე. კი და ძალიან გამიჭედა ამის გამო მე მომიწია ამ 1 წლის განმავლობაში აი საყვარელი და გვერდზე მყოფი ადამიანებისთვის იმის თხოვნა რომ დამხმარებოდნენ და საბოლოო ჯამში რადგან პედაგოგი ვარ ეს ძალიან გავრცელდა. ხო და ეს პირზე მოიხვია ეს გაჭირვება და მაგის გამო რაღაცნაირად ბავშვები დავკარგე. რატო იმის გამო? იმის გამო რომ მიჭირდა და ვითხოვე დახმარება, კი, ზუსტად ეგ იყო. კონკურენტებმა ეს აიხვიეს პირზე და წაქცელზე წიხლი დამაჭირეს და ხო. დამაბრაზ კიდევაც ერთი პერიოდი ლუდომანი ხო არ ვიყავი, ხო არ ვთამაშობდი შემთხვევით. თან დამოუკიდებლად გავაკეთე, მართლა მახსოვს რაღაც 45 ლარით გავხსენი სტუდია, იმდენად მინდოდა რომ ბავშვობის დღიურებიდან მაქვს ეს რომ აი მინდოდა რომ ცეკვის მასწავლებელი ყოფილიყავი ქორეოგრაფი და მართლა ძალიან წარმატებულად წავიდა, მაგრამ რაღაც თითქოს 1 წელია მეც დავიკარგე ამ ყველაფრის გამო და ვცდილობ რომ თავიდან წამოვდგე ფეხზე კი გამიჭირდა ძალიან რაღაც მომენტში. შენი და სად არის პატარა? პატარა და ეხლა ამჟამად უკვე ჩემთან გადმოვიდა, იმიტომ რომ ჩემ დასუთხარი უკვე დასვენების ღირსი იყო. მინდა რომ თავის ოჯახში თვითონ
ცალკე იცხოვროს, მშვიდად იცხოვროს და რა ვიცი, ეს ერთმანეთს ვსრდით რა, დღემდე ესე ვართ და ჩემთან ცხოვრობს პატარა და დიდი და კიდე დაოჯახებულია, შვილი ყავს და რავი, ბედნიერია. დღეს რა ხდება ოჯახთან, ბიოლოგიურ ოჯახთან? ურთიერთობა როგორ ვითარდება? ბიოლოგიურ ოჯახთან სიმართლე გითხრათ, მარტო დასთან მაქვს კონტაქტი, არავისთან აღარ მაქვს კონტაქტი. არანაირი დედის მხრიდან არის ვითარება ის, რომ უნდა რომ სულ კონტაქტში ვიყოთ. ძალიან განიცდის, რომ ესე გავწიე გვერდზე, მაგრამ რა ვიცი, თელი ცხოვრება მას გაწეული ვიყავი და მიჭირს პატიება რა. თქვენი გადაცემები ბევრჯერ მინახავს, როგორ პატიობენ და მეც მინდა რომ იგივე ის განცდა მქონდეს, რომ გაპატიებ, მაგრამ არ შემიძლია, იმიტომ რომ როცა ადამიანი ძალიან მიყვარს, ისინი მომტკენენ, მაგათი პატიება მე ძალიან მიჭირს, ძალიან. ძალიან დიდი ღალატი განვიცადე რა დედისგან, რა როცა ძალიან მჭირდებოდა. ეხლა მე მიჭირს რომ მივიღო, მაგრამ ოღონდ რამე არ გაუჭირდეს, ყოველთვის მის გვერდით ვიქნები, მაგრამ როგორც ასეთი სტატუსი დედის და ვეღარ აღვიქვა, არ მინდა რომ ესე იყოს, მაგრამ ჩემთვის დედაც, მამაც, ღმერთიც და ანგელოზიც ჩემი უფროსი და არის, რომელმაც თავის ცხოვრება გადადო ჩვენ გამო, ალბათ ამას მთელი ცხოვრება ვერ დაუბრუნებ ნამდვილად. ხო, იცი რა მომენტია, ხა წინა გადაცემაში, წინა პოდკასტში ყავდა ერთი გოგო, რომელმაც ძალიან მშვიდად და წყნარად მიიღო მის გაშვილების ამბავი და პირიქით ძალიან მადლიერი იყო და აპატია ყო, მას არანაირი პრობლემა არა და იქ კომენტარებში მიწერდნენ, მუსერიზე ვერ ხედავ შენო, როგორ ის ხარო, აიღეო მაგალითიო. პატიებისო რა და ყველა ადამიანი არის ინდივიდი, ხო ხა ზოგს უჭირს პატიება, ზოგი მარტივად. რა თქმა უნდა, სულგრძელობის ნიშანია პატიება, მაგრამ რთულია რომ ადამიანს რაღაც მოთხოვო და მეც მიჭირს, բայց ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ დიდ და სადრე ქონდა ეგ სიტუაცია და მე მიკვირდა პირიქით ეგრე რატო იქცევენ. ეხა პირიქით დაგვემართა. ჩემდაც რაც შვილი შეეძინა, მე მეუბნება მომავალ შვილო გიყოლება მიხვდებიო, მაგრამ მაინც მგონია რომ ვერ მიხვდები, იმიტომ რომ დიდი ზიანი მომაყენა. მე წარსულით ვცხოვრობ, დიდი ტრაუმები მაქვს, სუშიში ვარ გვერდზე რომ ვიყურები ვინმე ხო ჩემზე ალაპარაკობს, სულ დაუცველად მგონია თავი და ეს ყველაფერი დედა მომაყენა რა, ეს დიდი დარტყმა და რო ვაპატიო, რო ვუყურებ თვალებში სულ ის კადრები მიდგას წინ, როგორ ველოდებოდი, როგორ მატყუებ და როგორ მის გამო ძალიან ბევრი რამე ვნახე და ძალიან ცუდი რაღაცეები ვნახე და შენ ტრავმების დამუშავება არ გიცდია, თქვა ფსიქოლოგთან. მიცდია. არ ფსიქოლოგთან. კი, მიცდია, მაგრამ თითქოს ბოლომდე არ გამომდის. ტრავმებს ვიშუშებ ჩემი საქმით, ვცდილობ, როცა ეკვავდა ბავშვებთან რომ მივდივარ და მშობლებთან და ბავშვებთან რომ საუბარი მაქვს, ყველანაირი დიალოგი, რაც კი გადამიტანია, ვცდილობ, რომ რაღაცას ბავშვებს სხვანაირად ვანახო, რა თქვენ ესეთ კარგ პირობებში ცხოვრობთ, კარგად ხართ, ბავშვებთან ურთიერთობით, მეგობრებთან ურთიერთობით გასვლით ვცდილობ და ფსიქოლოგთანაც რომ ვცადე, ბოლომდე მიჭირს, რომ გავიხსნა. თუ გვიყურებს ფსიქოლოგი, რომელიც მზად იქნება, რომ ანას დაეხმაროს, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ და გვაჩუქოს რამდენიმე სეანსი იმისთვის, რომ ანას ტრავმები დაამუშავოს. ძალიან მადლობელი ვიქნები მეც და ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფიც და ანაც თუ დაგვეხმარებით, იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობს გაშვილების მიმართულებით ფსიქოლოგი. ძალიან ბევრი ვეძებთ ჩვენ და ვერ ვნახეთ. რამდენიმე მუშაობს გაშვილებულ ბავშვებზე, რამდენიმე ფსიქოლოგი, მაგრამ ჩვენთან ისინი სტუმრად არ მოდიან და თუ არსებობს ახლა ფსიქოლოგი, რომელიც უკვე დასამუშავებელ ტრავმებზე იმუშავებს და არა გაშვილების მიმართულებით, ძალიან თქო გამოგვეხმაურეთ, დაგვეხმარეთ. ამაზე კარგ საქმეს ვერაფერს გააკეთებთ, იქნებ დაგვიდგეთ გვერდით. მადლობა ძალიან. ეხლა რა სეტყვი იმ ბავშვებს, რომლებმაც უნდა გაიარონ შენ იქსა და დღეს არიან ესეთ მომენტებში. ვიცი, რომ ბევრი გადიან, ეხლა ჩემი მიზანი არის ის, რომ ცხოვრებაში მხლა შემოსავალი ნახრო, ზუსტად იგივე ბავშვებს დავეხმარო. ჩემი მიზანი ეგ არის, ბავშვობიდან ეს მაქვს აღწერილი, დაწერილი, იმიტომ რომ როცა ვუყურებ ბავშვებს ასეთ სიტუაციაში არიან, თითქოს იგივეს განვიცდი მეც. იყო ესეთი მომენტი გუშინაც მშობელი ბავშვებთან ერთად გარეთ იჯდა და ვერ მოვწყდი იმ ბავშვებს, იმდენად განვიცდიდი, ვიცოდი, ასე ნიშნავს ხელის გაშვერა, როცა გიჭირს.
ან ჩაბარება, ან სხვის მშობლებს რო უყურებ, ბავშვებს როგორ უდგებიან, ეხლა მეც სტუდია მაქვს და რომ მოდიან მშობლები და აი ბავშვებს ვეფერებიან, და რომ ვუყურებ როგორ ყურადღებაში, მაგრამ აი ვფიქრობ, რამდენად მდიდრები არიან რა და ძალიან ბევრი ბავშვი ამას ვერაფასებს ხოლმე, ვისაც ყავს, ხო ესეა და ვისაც არ ყავს კიდე ის ნატრობს ესეა ზოგადად ცხოვრებაში და მე მინდა რომ ერთადერთი ის ვუსურვო და აი ყველაზე დიდი როცა რაღაცის მიზანი გაქვს ბავშვობიდან და ამას მიყვები ძალიან გიხმარება აი მაგალითად მიზანი მქონდა და დღეს აქამდე მოვედი ვერ წარმოვიდგენდი სულ დაცინაში ვიყავი თუ აი მე სტუდია როგორ უნდა გამიხსნა აი რანაირად უნდა გაუძღვე და რა უნდა გააკეთო და არ გამოგივა და ეს მარტო გართობა და ფობი ანუ არ იყო ესე არ მივეცი არავის უფლება რომ ჩემი ოცნებების და მიზნებისთვის როგორ მიაღწიო მიზანს შრომით და ანუ შრომით არავინ არ დამხმარებია კიდევ ამბობ ამაგას არ სჭირდება არნაირი დახმარება აი თუ შინაგანად რაღაცის მიზანი გაქვს ამისთვის შრომა გჭირდება ყველაფრის ჩამოწერა გააზრება იმის რომ აი ოდესღაც ეს ყველაფერი გექნება თუ რაღაც პრინციპულად და ეს მყარად მიუდგები ამ საკითხს აუცილებლად მიაღწევ და მე მგონია რომ ანუ ერთადერთ ვთხოვ რომ ჩემსავით მეც რომ მინდობით აღზრდაში ვიყავი ან უბრალოდ ჩემს ოჯახში ვიყავი ძალიან ბევრ ამას ველაპარაკობდი და თვითოულ ბავშვს მივმართავ რომ თუ ძალადობის მსხვერპლიანი ან ფსიქოლოგიური სულიერი თუ ფიზიკური ეს არ დამალონ იმიტომ რომ საბოლოო ჯამში დღეს 27 წლის ვარ და მაგით ვცხოვრობ და ეს იყო ჩემი შიშის დამსახურება და ირგვლივ მყოფი ადამიანების დამსახურება და გათავისუფლდნენ ისაუბრონ ვფიქრობ რომ ეხლა 21 საუკუნე ადრე კიდევ ასეთი პირობები არ იყო ეხლა სოციალური ქსელით და ყველაფრით შეგვიძლია ადამიანებს მივაწვდინოთ ხმა და დავეხმაროთ და მე რითაც შემეძლება იმის და მიუხედავად რომ ეხა ფინანსურად მართლა მყარად არ ვდგავარ ეს იქნება ფსიქოლოგიური თუ ნებისმიერ საკითხს არ ვიცი ყველას დავეხმარები მართლა და გვერდში ბავშვებს მოუწოდო რომ თუ მინდობით აღზრდაში არიან და ვერ გრძნობენ თავს კომფორტულად არ შეეშინდეთ და საჯაროდ თუ არა აგენ სოციალურ მუშაკთან გაიარონ ამ თემაზე კი აუცილებლად უნდა გაიანონ რადგან კიდევ ამბობ ეგ თლიანი ტრავმა წაყვებათ მთელი ცხოვრება და აუცილებლად ეს იქნება საკუთარ ოჯახში თუ მეგობრებთან თუ მნიშვნელობა არ აქვს სადაც ძალადობის მსხვერპლი არიან ფსიქოლოგიური თუ სულიერი თუ ფიზიკური აუცილებლად ეს უნდა გავრცელდეს იმიტომ რომ ისევ ზიანდებით საბოლოო ჯამში ბავშვები მშობლების გამო ვისჭებით ბავშვები მე ამაში დავრწმუნდი და არ მინდა რომ არც ერთმა ბავშვმა ის გზა გაიაროს კოშმარი და აი როგორცაც მე გავდივარ დღემდე ღამე კოშმარებით ვიღვიძებ ვიძინებს აი შეიძლება მომენტი ისეთი მქონდეს რომ ჩავიკეტო და სახდა ვეღარ გამოვიდე და ის წარსული კადრები დავიდგეს წინ და აი ზუსტად იმიტომ მოვედი აქ რომ კი დღემდე რაღაც ესეთ გზას გავდივარ მაგრამ ჩემი საქმე მაძლევს იმის საშუალებას და ძალიან ბევრი კარგი ადამიანი რომ მე ეს ყველაფერი გადავლახო და იმ ნაჭუჭიდან და გამოცდან. აი იმ პერიოდში გამოდიხარ თითქოს არ ფიქრობ, მაგრამ ღამე მაინც თავთან მარტო როჩები გინდა არ გინდა მაინც. კი, ამას ბევრი მუშაობა სჭირდება და სწორი ადამიანები სჭირდება. მე ცოტა სწორ ადამიანებს ვერ ხედავდი ჩემს რგული ბოლო პერიოდში განსაკუთრებით და მაგალითად ჩემი შალახენ, მაგრამ გვერდზე მყავს საყვარელი ადამიანი, რომელიც მეხმარება და ჩემი დები, რომელიც მუდამ გვერდში მიდგანან და რა ვიცი, ფიქრობ, რომ ადამიანებიც უნდა გაუმართლონ ეგრე არა მარტო გაუჭირდება ძალიან ახლა და შე რო თქვი რომ მეშინია რომ ვიღაცამ არ მომაწახოსო რა რომ ესე რომ ეგასდი ანუ მაგის პრობლემა რატომ გაქვს იმიტომ აქ რომ ბავშვობიდან მაძახებდნენ ჩემი მეზობლები დავკომპლექსდი იმიტომ რომ ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს ვუყურებდი როგორ კარგად ცხოვრობდნენ და მე ეს ყველაფერი მიჭირდა და რომ მაძახებდნენ ალკოჰოლისტი დედა მყავდა სუბუქი ყოფაქცევის დედა მყავდა და ფურს მაძახებდნენ და მაფურთხებდნენ ეგ ლოგიკურია მე საერთოდ ჯამში გექმნება კომპლექსი. დღესაც შევსაქმეში ძალიან მიშლის ჩემი კომპლექსები. აი ცხველია, ეხა ჩემთვის ეს იმხელა ბიჭია, რაც გადმოვდგი და ვსაუბრობ და იმიტომ ვსაუბრობ, რომ ეს ჩემს მოსწავლეებთან, ბავშვებთანაც და ნებისმიერ კონკურენტი იქნება თუ ისა, რასაც არ ვსაუბრობ და არ გამოგვაქვს და სწორებით ვანახებთ, რომ ყველაფერი ფრთხიალა, ესე ნამდვილად არ არის. და რადგან გვიჭირს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მოთამაშები ვართ, ან ცუდ საქმეს ვაკეთებთ. ვიღაცას რო უჭირს, ყავს დედა, მამა, აქვს ქონება, არც ქონება მაგ, არც ბინა მაგ, არც მანქანა მაგ, არაფერი და საბოლოო ჯამში უბრალოდ ხალხის იმედი მქონდა. იმედი მაქვს. ბოლოსკენ მინდა რომ ერთ დეტალს შევეხოთ.
ის რომ ხარ მინდობით აღზრდაში და პარალელურად გაქვს ფსიქოლოგებთან კონსულტაციები, არის ძალიან კარგი. მაგრამ ის რომ შენ რაღაცა გირიდება და ფსიქოლოგს რაღაცას ვერ ეუბნები, ეს მგონია რომ შენი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ფსიქოლოგი არის იმის ფსიქოლოგი, რომ გახსნას ბავშვი და გაიგოს რეალურად რა პრობლემა აქვს. ხომ არ ფიქრობ რომ ცოტა ზედაპირული მიდგომა გქონდათ იმათ და დიდად არ იყო მათი ინტერესის საგანი ბოლომდე დახმარება. არ მინდა ეხლა რომ მართლა ვიღაცას შევაწყობილო, მაგრამ ნუ ხო ფაქტის სახეზე რომ დღემდე ხარ ამ ტრავმებით. ფიქრობ რომ მსგავს ბავშვებთან სიმართლე გითხრათ ეს დეიდაშვილის ძალადობაზეც არ ვიცი სამ ადამიანმა იცმა ეს საჯარო გახდება და ეს არ ვისაუბრე ეს ფსიქოლოგისთვის არ მithქვავს. რატო? არ ვიცი არ ვიცი მეშინოდა აი წინაც ვიყურებოდი უკანაც ვიყურებოდი ჩემ ოჯახმა არ იცოდა ეს. ეხლა მგონია რომ დეჩემ არ იცის ეს ამბავი. და ბიძამ თუ იცის? ბიძამ იცის, მაგრამ ჩემი ვისღებში არ იყო სახლში და ფიზიკურად არც ქონდათ კონტაქტი. ან იცოდა და არც ახსოვს შეიძლება. არ ვიცი, ვერ გეტყვით მართლა რა, იმდენად შორშოს ვიყავით, რომ რა როგორ იცის, რას როგორ აკეთებ და დიდად ინფორმაცია არ მქონდა ხოლმე და მე ვფიქრობ, რომ ცოტა ძალიან ძლიერი ფსიქოლოგი სჭირდება მსგავს ბავშვებს, იმიტომ რომ კი, ძალიან ძლიერი ფსიქოლოგი სჭირდება, იმიტომ რომ რაღაცა სიტყვა უნდა ათქმევინო, ძალით ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ გამოძალო რაღაც სიტყვა, რომ საბოჯავში დაეხმარო და ხო, შესაძლებელია არ რეალურად ეს პრობლემა დღეს ამ სფეროში, რომ ბოლომდე კომპეტენტური ხალხი არ მუშაობს? მე ვფიქრობ, კი, მე ძალიან კაი სოციალური მუშაკი მყავდა რუსთავში მოღვაწეობს. არა, ფსიქოლოგს გულისხმობ. კი, ეგ სოციალური მუშაკი ხმარებოდა მაგ ყველაფერში, საერთოდ ფსიქოლოგთან მიმართვაში და აბსოლუტურად თვითონაც მესაუბრებოდა, თვითონაც ფსიქოლოგი იყო. და დღესაც ვფიქრობ, იგივე პრობლემა არის და კიდევ ის არის პრობლემა, რომ ეხლა რუსთავში ვეძიები ბოლო დროს ძალიან მინდა, რომ ზუსტად ბავშვი ვინც აყვანილები არიან და ბავშვთა სახლებს ვესტუმრო რუსთავის კონკრეტულად, იმიტომ თბილისის შედარებით ვიცი და უფრო უკეთესად არიან. რუსთავში ნახევარზე მეტი ბავშვთა სახლი დაიკეტა სამწუხაროდ. ერთი დარჩა მარტო. მინდობით აღზრდა. ეხლა დარჩა მარტო ერთი რუსთავში, სადაც არის 8 ბავშვი და იგიც იკეტება და აი ამ საკითხზე ვიწყებ მუშაობას, რომ რაღაცა იქნება შევძლო, რომ მაგ ბავშვებს დავეხმარო და როგორც ვიცი, ეხლა ძალიან ბევრი ნაცნობი ყავს, ვისაც ეგეც მომენტში უცხორია, დღესაც კონტაქტი მაქვს, ყველას იგივე პრობლემა აქვს, იმიტომ რომ ეთქობა აი ფსიქოლოგიური ჩემსავით ნახევარზე მეტი ასე არის და ვფიქრობ ეთყობა არასწორი მიდგომა იყო, ცუდი გაგებით არ გულისხმობ, დახმარების ხრო გულისხმობ, ეთყობა ისე ვერ დაგვეხმარე როგორც საჭირო იყო და ვფიქრობ რომ უნდა გააძლიერონ ეს, რადგან ხა მე შეიძლება ოჯახში გამემართლა ადამიანებში, მაგრამ ყველას ეგრე არ უმართებს, იმიტომ რომ გავიგია რომ ძალადობენ, კი, ცემენ და ძალიან ცუდი რაღაცები ხდება. ხა მე ეგეთი მომენტი არ მქონია, მაგრამ მაინც ფსიქოლოგიურად მაინც ყოველთვის ძალიან ძიმედ ვგრძნობდი თავს რა, რომ აი ყველა რომ მოდიოდა, ვაიმე საწყალი და ხო, ამიტომ ტრაფიკინგის ასოციაციის მსახურების სააგენტო ცოტა ალბათ, რა ვიცი, მოგმართავთ რომ ცოტა გადახედოთ ალბათ თანამშრომლებს და ამ ბავშვებსაც კითხოთ, იმ ბავშვებს რომლებიც დღეს აღარ არიან, მინდობით აღზრდაში და უკვე დიდები არიან და შეუძლიათ ეს ახლა მაგას საუბარი, დღევანდელ მდგომარეობაზე არ ვსაუბრობ, აი ის ხალხი თუ ისევ მუშაობს დღეს, ვინც მაშინ მუშაობდა, თუ ისევ ფსიქოლოგია, ვინც მაშინ ფსიქოლოგი იყო, იქნებ როგორღაც გადახედოთ ამ ყველაფერს და ცოტა მესმის რომ რთულია ძლიერი კადრის მოძიება, მაგრამ ნუ საჭირო ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ და ეს სფერო ზუსტად ამას აკეთებს, რომ დაეხმარო ბავშვებს. კიდევ ერთხელ მოგმართავთ რუსთავში მცხოვრებლებს ყველას, ვისაც გსურთ ჰიპ-ჰოპის შესწავლა, რომ არა მარტო თქვენ შულს ჰიპ-ჰოპის შესწავლოთ, არამედ კეთილი საქმეც გააკეთოთ და მოგმართავთ კიდევ ერთხელ ფსიქოლოგებს, რომ დაგვიდგეთ გვერდით. გადაცემის პოდკასტის ბოლოს მინდა გაჩვქო ჯემალ ქარჩხაძის იგი. და ეს არის წიგნი, რომელიც ნახე პიროვნების ზრდაზეა და წარმატების მიღწევაზე და იმაზე თუ როგორ უნდა განამეთქოს ადამიანის საკუთარი თავი. ამიტომაც პატარა წიგნია, მაგრამ ძალიან საინტერესო, ძალიან ჩემი ერთ-ერთი ყველაზე წიგნია და მინდა რომ შენ მადლობა, ოცება წავიკითხე. მადლობა შენ მოსვლისთვის და ისტორიის გაზიარებისთვის. დარწმუნებული ვარ რომ შენ ცხოვრება ამ პოდკასტის მერე ბევრად შეიძლება მოგეთესებინა. იმედი მაქვს, ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ მომიწვია და მომისმინე და გუწვდა და დიდი ხანია მისაუბრე. მადლობა შესწავლების. მადლობა თქვენ, გაიხარეთ.